რადიო თბილისის თავს რა ხდება, რატომ დააღადაღეს ქონება რადიოსი და არის თუ არა ის კავშირში თქვენ მიერ სოზარ სუბარზე დაწერილი პოსტის გამო. სოფო საგამომშვიდობისა, ყველაფერი კავშირშია. მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. ვეცდები რომ ძალიან კომპაქტური ვიყო, იმიტომ რომ ვიცი დროის ფასი თქვენი. მოკლედ ეს არის მთელი კონტექსტის ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოდის, მათ შორის ამ სამაუწყებლო კომპანიაზე არაერთი ზეწოლით, ჯერ კიდევ 2023 წლიდან როცა შეტევა დაიწყო რადიოს Facebook გვერდზე, დაგვემუქრენ ფიზიკური განადგურებით, სიტყვიერად მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ვიყავი პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო დეპარტამენტში, რომელიც ახლა დახურულია კაცთაზის უწყება, მაგრამ არანაირი შედეგი, აბსოლუტურად არანაირი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტებს არ ქონია. ამის შემდეგ ეს არის აღიარებული დავალიანება, ჩვენ არ აქვს მილიონებით დავალიანება, ისევე როგორც სხვა სამაუწყებლო კომპანიებს და მათ შორის პროსახელისუფლებო მედიას, მათი დავალიანება ახლა ბოლო მონაცემებით ყოველ შემთხვევაში რაც ოფიციალურია 57 მილიონს აჭარბებს და ჩვენ რამდენიმე ათასზეა ლაპარაკი, რომელიც აღიარებულია და იცის ძალიან კარგად შემოსავლების სამსახურმა, მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა არასდროს და ჩვენ არ მუშაობთ ასე ვთქვათ ნახტფულზე, ეს არის ყველაფერი საბანკო გადარიცხვები, ყოველწლიური აუდიტი, ვაბარებთ ანგარიშებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თითოეული თეთრი და შემოსავლები ცნობილია. რა მოხდა დღეს? დღეს მოვიდა დილით მეილი, სადაც საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის საფუძველზე დააყადაღეს ჩვენი ანგარიშები. ყველაზე მთავარი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ახლა მიმდინარე პროცესი გვაქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, იმიტომ რომ აპდეიტი განახლება, ასე ვთქვათ, ლიცენზიის მომდევნო 10 წლით მიდის ახლა 20 ივნის გადავიხადეთ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადი, იმიტომ რომ ვადები გქონდა 26 ივნისამდე და ზუსტად აი რამდენი დღე გავიდა, ხო 5 დღე არის რაც გასული, დღეს მოვიდა უკვე ინკასო ეგრეთ წოდებული ინკასო ყადაღა ჩვენს ანგარიშებზე. რაც თავისთავად შეაფერხებს პროცესს, რომ ჩვენ სამაუწყებლო ლიცენზია გავაგრძელოთ, რომელიც გვისრულდება 20 აგვისტოს. ანუ თუ ჩვენ ვერ გადავიხადეთ 1 წლის განმავლობაში მომდევნო 10 წლის გადასახადი, რომელიც სალიცენზიო კანონმდებლობით ასე რეგულირდება, ბუნებრივია კომუნიკაციების კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ არ მოგცენ ლიცენზია. კანონმდებლობაში მეც უთხრათ მაყურებელს კი, რაც შეეხება კავშირს. კავშირი თქვენ მიერ დაწერილ Facebook პოსტთან. კავშირს ხედავთ თუ? იცი რა, ყველაფერი კავშირშია, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კრიტიკული მედია, მე დავწერე იმის შესახებ, რომ მოუწოდე წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენ საქმეებს და გამოძიებული აქვს და უთხარი, რომ მეც დამიბარეთ ამ გამოძიებაზე, იმიტომ რომ ვისაუბრებ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მედია, ასე ვთქვათ, დაფინანსების წყაროებზე, ასევე ვისაუბრებ დღეს რა ხდება, როგორ მიდის ატკატები, როგორ მიდის სახელმწიფო დაფინანსება კონკრეტულ მედია საშუალებებში, როგორ არის მონოპოლიზებული ბაზარი, როგორ მიდის კონკრეტული ბიზნესებიდან კონკრეტულ მედია საშუალებებში თანხები და ეს არათანაბარი პირობები რომ არსებობს, სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს კომპანიასაც აქვს დავალიანება, რომ იყოს ჯანსაღი გარემო, ბუნებრივია ცხადია ეს დავალიანებები არ დაგროვდებოდა და შესაბამისად იქნებოდა პროცესი აბსოლუტურად დემოკრატიული, ისევე როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და მე ამ პოსტის შემდეგ ზუსტად ახლა დაიმთხო ეს ამბები, რომ ჯერ მოვიდა დილით მეილი და სადაც იყო ნათქვამი, რომ დაყადაღდა ასე ვთქვათ ჩვენი ანგარიში ანება ჩვენი მთელი ქონება არის დაყადაღებული, აქ შედის ჩვენ არა გვაქვს უძრავი და მოძრავი ქონება, აქ არის ტექნიკა, აქ არის ლიცენზიები, აქ არის ლიცენზიები და აქ არის ავეჯი, დიახ. რამას განიხილავთ თუ არა თქვენ ახლა ამას, რასაც მე მიყვებით, კრიტიკული მედია საშუალების დახურვისთვის გადადგმულ ნაბიჯებად? ყველაფერი აქეთკენ მიდის, სოფო, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, საქართველოში ძალიან დაიძაბა ბოლო პერიოდში მედია მიმართულებით ამბავი,
და დღეს რაზია საუბარი დაპატიმრებულია მზია ამაღლობელი დაიხურა ერთ-ერთი არხი ოპოზიციონერი მთავარი არხი ყველა მხრიდან ჟურნალისტებზე არის ზეწოლა და ამ კონტექსტში ერთობლიობა დაუკავშირეთ ეს ჯაჭვი რა თქმა უნდა მიდის იქითკენ რომ ჩვენც ერთ-ერთი კრიტიკული მედია რომელიც დამოუკიდებელია აბსოლუტურად არ ფინანსდებოდა არასდროს არც ერთი ხელისუფლების მიერ და არც ოპოზიციის მიერ ბაზრიდან გავიდეს. ეს არის აი ამ ყადაღების და აი ამ ინკასოს სამომავლო პერსპექტივა. დიდი მადლობა რამაზ სამხარაძე